ახლა თუ შეძლებ წარმოიდგინე, რომ შენი ორგანიზმი არის ბაღი, წყალი კი ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს. თუ ბაღს მოუვლიდეს საკმარისად მოწყალ, ისე ყოფდება, მაგრამ თუ წყალს დააკვირ, ვერც ერთი თესლა ვერ გაიხარებს. წყალი არ არის უბრალოდ სითხე, რომელსაც წყურვილის დროს სვამ. ის არის ის, რაც ფაქტურად ამუშავებს შენს მეტაბოლიზმს. როდესაც საკმარის წყალს სვამ, შენი ორგანიზმი საკვებიდან მიღებულ ენერგიას უკეთესად გადააქცევს საწვავად და ნაკლებად შეენახავს მას ცხიმის სახით. საინტერესო კიდევ ისაა, რომ ტვინისთვის შიმშიესა და წყურვილის სიგნალები ძალიან გასათქმელს. სწორედ ამიტომ არის, რომ შუა დღისას უეცრად შოკოლადის ჭამის სურვილი გაგვიჩნდება, სინამდვილეში კი ჩვენ უბრალოდ ერთი ჭიქა წყალი გვჭირდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცხიმისთვის პროცესს, რომელსაც ლიპოლიზი ქვია, სჭირდება წყალი. საკმარისი წყლის გარეშე შენი ორგანიზმი ვერ შეძლებს ცხიმის ენერგიად გარდაქმნას. ეს კი ნიშნავს, რომ წყლის ნაკლებობა ავტომატურად აფერხებს წონის კლების პროცესს. ეს მხოლოდ პატარა გახურება იყო წყლის შესახებ და შემდეგ ვიდეოებში უფრო დეტალურად გამიხილავ, თუ რატომ არის წყალი ასეთი მნიშვნელოვანი. ამიტომ გამოიწერე არქივი, რომ არ გამოვჭე შემდეგ ვიდეოები, რომელიც ძალიან მალე დაიდება.